აღსრულების პოლიცია გამოსახლების კატეგორიის საქმეს იწყებს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც უკვე დადგენილია მესაკუთრის დარღვეული უფლება და განსაზღვრულია სხვის საკუთრებაში უკანონო ცხოვრებ პირთა გამოსახლება. საქმის წარმოების დაწყებისთანავე მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის განსაზღვრულია 10 დღიანი ვადა. საქმის წარმოების დაწყებისთანავე აღსრულების პოლიციელი ანხორციელებს ვიზიტს მოვალის მისამართზე, აცნობს მათ საქმის დეტალებს და იმ რისკებს, რაც შესაძლოა მოყვეს ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას, სწავლოს მათ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში საქმეში შეერთება მედიაციის დეპარტამენტი. გამოსახლების პროცესში მედიაციის ჩართვის მიზანია მხარეთა უფლებების დარღვევის პრევენცია. გამოსახლებელ პირთა ფსიქოემოციური მხარდაჭერა, მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება და მათი რეფერირება სახელმწიფო და არასამთავრობო სერვისებზე. გამოსახლების თარიღი წინასწარ ეცნობათ კრედიტორსა და მოვალეს. კრედიტორი ვალდებულია დაესწროს გამოსახლების პროცესს. თუ მოვალე გაფრთხილების მიუხედავად არ დაესწრება აღსრულების იძულებით ღონისძიებას, აღსრულების პოლიცია უზრუნველყოფს მფლობელის ნებართვის გარეშე უძრავ ქონებაში შეღწევას და უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემას.